საღამო მშვიდობისა იმერვიზიის ეთერშია ინფორმატორის გუნდთან ერთად დღეს ახალ ამბებს ინგა ჯაჯანიძე წარმოგიდგენთ. ჭიათურაში საკმარისია მცირეოდენი წვიმა მოვიდეს, რომ მოსახლეობა ონკანებში წყალს სულ ცოტა 3 დღით მაინც ვერ მიიღებს. რაც უფრო ხანგრძლივი და ძლიერია ნალექი, მით უფრო დიდი ხნით არ მოდის ჩვენს ონკანებში წყალი. ეთერ ზუბიაშვილი თხელიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. იცის, რომ უამინდობის გამო სასმელი წყალი მის ონკანში მინიმუმ 3 დღე არ იქნება. წვიმის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსულ წყალსაც კი მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით მოიხმარს. მე 74 წლის ვარ. შვილიშვილები მყავს სახში, შვილი მყავს სახში, ძალი მყავს ახალგაზრდები. ამის დალევა შეიძლება საერთოდ. ან საიდან დავზიდო წყალი? იქნება არა მაქვს საშუალება მე ყოველდღე 20 ლიტრა და 30 ლიტრა წყალი ვიყიდო. ამის დალევა არანაირად არ შეიძლება. რამდენიმე დღიანი უამინდობის შემდეგ წყალი ამ დილით ჰქონდა. თუმცა როგორც ამბობს, მუქი შეფერილობის წყალი დასალევად უვარგისია და 5 ლიტრიანი ბიდონით სასმელი წყლის მოსატანად ისევ წყაროზე მიდის. წყაროს წყალს სადილის მოსამზადებლად, სასმელად და ჭურჭლის გასარეცხად იყენებს. სხვა ათასობით ჭიათურელის მსგავსად ამ ოჯახშიც ონკანში მოსული წყალი მხოლოდ უნიტაზისთვის გამოდგება. სახლა სულ თარი ამ დილას კიდე გასულ ეს რა არის აქ მოდის წყალი როგორც ხვირილა რომ მოედინება მარგანეც რო ეცხავენ აი ისეთია მაგრამ იძულებული ხსებით მაინც უნიტაზისთვის აბა რა ვქნა ყველა ადამიანი ვისანაც არ მეხუდეთ ყველა ამ დღეშია ყველა ამას გეტყვით ეზოშია წყალი და ისეთი მოდის უწესრიგო მოუწესრიგებელი ერთხელ სამუდამოდ ხო უნდა დაადგეს ამ ჭიათურაში კაცო მთელი ავადყოფები მე ავადყოფი ხალი ვარ ფარული ისამაკ ფარისებრი ჯირკვალი და თბილისში რო ვიწექი მთელი ჭიათურა აქ მოდის მაგის გამო მითხრეს იმიტომ რომ წყალი არ ვარგა სხვა რა ჩენს ამას შეიძლება სხვაცაც ჩენს რაღაცა მე კი არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი წყალი რო არის ამას რა თქმა უნდა ეს გზა 5 litrიანი ბიდონით დღეში რამდენჯერმე უნდა გაიაროს. მცირე წვიმის შემდეგაც კი აქ ყველა ოჯახში ანალოგიური ვითარებაა. დილით მოდის 8 საათი არის 11 საათამდე, მერე მოდის საღამოს 6 საათზე და არის 11 საათამდე. ამ საათებში მოდის, ახლა ცუდო რომ თქვა, რომ საერთოდ არ მოდის, მე კი მოდის, მაგრამ არანაირად სასარგებლო წყალი. მარგანეციანი წყალია, შავი ფერის ნუ არაფრისთვის არ ვარგა, არ ჭურჭლის არ ეცხათ, არ წანსაცმელის არ ეცხათ. დალევაზე ხოლაპარაკი ზედმეტია. წყალს ვეზიდებით ჭავჭავაძიდან. თუ გვაქვს საშუალება ვყიდულობთ, მაგრამ რამდენ სიყიდი გას არ ეცხათაც, ჭურჭლისთვისაც, დასალევაცაც მაგის საშუალება არ არის. გადმოგვაქვს ჭავჭავაძიდან და არც იცის კაცმა წყალი იცის სუფთა არის თუ არა. შედარებით არის ფერით სუფთა და ისე რა ვიცი. ჭიათურაში წყაროსთან რიგით ვეღარავის გააოცებ. რიგში სხვადასხვა ქუჩის მობინადრეები დგანან. ნაზი ტყემალაძე ყოველდღე ტოლსტოის ქუჩიდან სასმელი წყლის ასავსებად რიგში დგება. დავქნაშვილი ყოველდღე დავდივარ 5 litrიანით მეტი საწიკვიცავი მე არა მაქვს ვარ პენსიონერი. ჩემი შვილი ლოცაწავა მუშაობს კვირაში ერთხელ შეიძლება მოგვიტანოს 20-იანი. დანარჩენი ახლა ორი პატარა ორი სკოლის მოსწავლეები მყავს როგორ დავალევიებ ამ წყალს. ვერ ვასმით იმ წყალს კრანის წყალს. თუ კი იმისთვის გამოუშვეს რომ სველ წერტილში ჩავრეცხეთ იმას დასალევად რა ნეტა იმასაც არ მოგვიხსნიდა. სასმელი წყალი როცა წვიმა მოდის და ან თოვლი არის ყოველთვის იმღრევ ემის დალევა არ შეიძლება. საერთოდ ვერ დალევ იმას ოჯახში ვერც კერძისთვის გამოიყენებ ვერც თეფშისთვის და ვერაფრისთვის ვეზიდებით CDF-დან საკურდღლიდან და მოგვაქიქედან დასალევი წყალი. ნაგუთიდან დავდივარ წყალზე. ნაგუთიდან. ხშირად არ მოდის, თუ მოდის ჭუჭყიანია და მოყვება შიგნი ნაგავი. არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ონკანში მოსულ წყალს სასმელადაც იყენებენ. როცა იწმინდება არ უნდურით წყალს ჩვენ. სასმელად გამოიყენებთ? კი, ვიყენებ მე სასმელად. იმ დროს, როდესაც სასმელ წყალთან დაკავშირებით ამ ტიპის პრობლემებია, წყალმომარაგების კომპანიის ჭიათურის სერვის ცენტრმა ჭიათურაში წყლის მრიცხველების დამონტაჟება დაიწყო. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სასმელი წყლის პრობლემასთან ერთად წყლის მრიცხველები მათ დამატებით პრობლემას შეუქმნით. ვანის ტრუბებში არ გამოდის ეს ამღრეული წყალი და თავისთავად ის მრიცხველსაც დააზიანებს და მას ეს და ჩვენ ხელშეკრულებები დაგვაწერიეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის დაზიანებული და ჩვენ როცა იქედან ბუნებიდან ესეთი წყალი მოდის, იმისი გაკეთება ახლა
მართლა ყოველ თვეში გაფუჭდება და ყოველ თვეში დაზიანდება. არასდროს არ იქნება ეს ხელსაყრელი არავისთვის არ იქნება ეს მრეცხველები. დაწუყენია მრეცხველები, ყველა არის უკმაყოფილო ბევრს წერს. ხან ხშირად არის ხოლმე ჰაერი მოდის და მრეცხველი მაინც მუშაობს. ესე იგი, როდესაც გამორთულია, ამ და სულ უნდა მოდიოდეს წყალი, სულ უნდა იყოს წყალი, როცა მრეცხველი გიყენია, რომ ჰაერი არ შევიდეს სისტემაში. წყალმომარაგების ჭიათურის სერვის ცენტრში კი წყლის მრეცხველების დამონტაჟების აუცილებლობაზე საუბრობენ. ეს მიზეზი რა თქმა უნდა მოგეხსენებათ არის რომ ჭიათურა სამრეწველო ქალაქია და სწორედ ამის გამოა რომ არის დაზიანებული ზედაპირული ქანები და ხდება ჩადინება დაბლა მარგანეცი ერევა წყალს და ამის გამო ხდება ამღრევა წყლის. დაიწყება მარტის თვიდან 18 თვე უნდა გაგრძელდეს მშენებლობა, გამწმენთან ერთად შენდება ისულება ქსელიც, რეაბილიტაცია ხდება თვითონ გამანაწილებელი და მაგისტრალური ქსელიც და სწორედ ამიტომ უნდა დახვდეს ამ გამწმენს გამრიცხველიანებული ქსელი. წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ისინი ყურადღებას იმ პროექტზე ამახვილებენ, რომლის განხორციელება 2015 წლის მარტში უნდა დაიწყოს. გადაიდგა ნაბიჯი უკვე ამ კუთხით და წყლის მომარაგების კუთხით 9 მილიონიანი პროექტის განხორციელება. რა თქმა უნდა, მას თავისი დრო სჭირდება, მაგრამ თუ არ გადაიდგმებოდა ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ მოგვარდებოდა ეს პრობლემა. გარკვეული პერიოდი, ამ პროექტის განხორციელების პერიოდი ფაქტიურად ჩვენ მოგვიწევს მოლოდინი იმისა, რომ ეს სისტემები გაიმართოს წელში, სათავო ნაგებობებში მოეწყოს ის გამწვენდი ფილტრები და შესაბამისად უკვე ამ პროექტის დასრულების შემდეგ 18 თვიანი პროექტია. ფაქტიურად მოსახლეობა უკვე შვებას იგრძნობს და ჩვენი ქალაქიც დაინახავს, რომ დაბინძურებული წყალი აღარ მიეწოდებათ მათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭიათურაში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მიმართულ პროექტებზე მუდამ საუბრობენ. ხალხი კი დღემდე ამინდის კეთილგანწყობისა და წყაროების იმედადაა. სოციალურად დაუცველმა 17 ოჯახმა ჭიათურაში დახმარება მიიღო. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, მანდაეთში, უსახელოსა და ცხრუკვეთში მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ სამ ოჯახს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკები ესტუმრნენ. მათ 2014 წლის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამით ოჯახებს 1000 ლარიანი ვაუჩერით შეძენილი საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა გადასცეს. მაცხოვრობს ჩემი ამ ოჯახში, მას ყავს 3 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც აქამდე მევზდი და ეხლა მოხდა ბავშვების რეინტეგრაცია ოჯახში. განმოვიდნენ ეს ბავშვები და განმოწითანავე ყურადღება ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ. დღეს ჩვენ განმოგცეს მაცივარი ბავშვებისთვის საჩუქრად და დიდი კმაყოფილი ვართ, რომელიც ესაჭიროებათ ოჯახს და დიდი მადლობა ყველას. ოჯახში გვიჭირს მართლა რომ სულ ახლა სესხად გამოგვაქვს წამლები, ქმარი ახლა სულ თითქმის დავარნილი არის და მეც ახლა ვერ ვარ კარგი კურნალობის საშუალება არ გვაქვს რომ ექიმთან წავიდეთ და წამალი ვიყიდოთ. გადმოგვეცა ლოგინები ბავშვების, ჭურჭელი. ყავს 6 შვილი. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი სოცმუშაკები, მერის ხალხის ყველანი. დღეს მოგვიტანეს საწოლები და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ღმერთმა ყველა დალოცოს და გაახაროს. პროგრამა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა განხორციელებული. დახმარებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში 17 ოჯახმა უკვე ისარგებლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრია ესეთი გაჭირვებული ადამიანები, მაგრამ მე შემიძლია მაგალითი მოვიყვანო, რომ ჩვენ ჩართულებით იმერეთში ფაქტიურად ჭიათურამ ყველაზე დიდი ხარდაჭერა და გვერდში დგომა მიიღო ამ ადამიანების მიმართ. მომავალში რა თქმა უნდა გაგრძელდება და კიდევ მიიღებენ ესეთი ადამიანები დახმარებებს, რა თქმა უნდა ეს არ არის სრულყოფილად ის ყველაფერი, რაც მათ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ესე ნაბიჯ უნდა დავეხმაროთ ოჯახებს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს სოციალური მძიმე ფონი, რომელიც დღეს ჩვენს რაიონში კი არა მარტო, არამედ მთელ საქართველოში
საქართველოში, რომელიც არსებობს, გამოვასწოროთ და რა თქმა უნდა, აქედან უნდა დაიწყოს ქვეყნის განვითარებაც. პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ თითეული ოჯახი და სოციალური მდგომარეობა გამოუმჯობესდეს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად მართალი და აბსოლუტურად მართალია ის, რომ სწორედ ასე უდგებით ჩვენ გაჭირვებულ ადამიანებს გვერდში. პროგრამის მიხედვით პრიორიტეტულ ჯგუფად განისაზღვრა მრავალშვილიანი ოჯახები, მათ შორის ისინი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია. ჩვენთან მოდის მომართვა ოჯახიდან, ანუ როგორც ხდება პროცედურულად, მოდის მომართვა ოჯახიდან. ჩვენ თვითონ ინდივიდუალურად ვამოწმებთ სოციალური მუშაკები, ვამოწმებთ ოჯახებს, შემდეგ გამოიკვეთება საჭიროებები. ესეთი ოჯახი პირველ ეტაპზე რაც გადავაგზავნეთ, არის ახლა ზუსტად რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ 17 ოჯახზე მოვიდა დახმარება. დღეს ვიყავით მრავალშვილიან ოჯახებს გადავეცით, ანუ ეს არის მანდაეთში არის მელანია, სარალიძე გადავეცით საწოლები მათ. შემდეგ ვიყავით უსახელოში, იქ გადავეცით მაცივარი და ეხლა ვიმყოფებით ამჟამად ცხრუკვეთში. აქაც ეს ბავშვები ყავს ჩართული ჩვენს პროგრამაში, ეცემა კვების ვაუჩერი გვაქვს გაცემული ამ ოჯახთან დაკავშირებით. ორი არასრულწლოვანი ბავშვია და გადავეცით საყოფაცხოვრებო ნივთები და ორი საწოლი. მელანო სარალიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთება თხოვა. სახურავის პრობლემას მოხსნით მანდ, რომ უკვე ამ ზამთარში არ ქონდეთ ის პირობა, რომ წვიმა ჩამოდიოდეს წყალი ოჯახებში რა და მოვეხმარებით და მოუხსნით ამ პრობლემას. თქვენ თვითონ ნახეთ, რომ როგორ მდგომარეობაში არიან და ადამიანებს, რომელსაც თითქმის არ აქვს საშუალება, მაგრამ ერის სიმრავლისთვის, აი როგორ ბავშვებს ზრდიან. მე გაოცებული და ძალიან ისეთი შეშფოთებული ვარ ის რაც ნახე მანდაეთში 6 შვილიან ოჯახში ეს არის სიღარიბის ზღვარზე მისული ოჯახი და არ ვიცი აი საშინლად განვიცადა ეს ყველაფერი და მე პირადად ჩემი შესაძლებლობებით თუ დაიდოდის მე რამე შემეძლება ყოველთვის დაუდგები ესეთ ოჯახებს და ამ ბავშვებს გვერდით 2014 წლის სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის სოციალური მომსახურების სააგენტოდან შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 40 განაცხადი გაიგზავნა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს თანადაფინანსება ეხსნება და რეაბილიტაციის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ყველა სხვა ბავშვის მიმართ. ესენი არიან ჩვეულებრივი ბავშვები. თათო გვალიშვილი 11 წელია ცერებრალური დამრით დაავადებულ შვილს სულის. სისტემატიური ვარჯიშების და რეაბილიტაციის პროგრამების შედეგად მას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. მახსოვს მე, როცა ეს ბავშვები გარეთ არ გაყავდათ საერთოდ. რა თქმა უნდა, მაინც ვაწყდებით უხერხულობას ქუჩაში, ძირითადად ეს გამოიხატება იმაში, რომ რაიმე შვილო შეცოდების თვალის გაყოლებით ძალიან დამამცირებელია და ძალიან არ სიამოვნებს შემშულს, როცა ვიღაცას ეცოდება. ეს ამ კუთხით რა თქმა უნდა სამუშაოა საზოგადოებასთან, რომ რაღაცა ცნობიერება ამაღლდეს. თანაბარი შესაძლებლობები და ანტიდისკრიმინაცია, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და მამაკაცსა და ქალს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ასევე სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ამონარიდი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან არის. 3 დეკემბერს ევროპა და მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. თბილისში ღონისძიებები რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. მათ შორის გამორჩეული რუსთაველის მეტროსთან გამართული პერფორმანსი გახდათ. ადამიანები, რომლებსაც ყავთ მანქანა, მაგრამ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ არ აქვს საშუალება რომ გააჩერონ თავიანთი მანქანა თავისთვის განკუთვნილ ადგილას, იმიტომ რომ ყოველთვის ვიღაცის მანქანა დგას რა. დღეს მოხდა ისე, რომ ყველა სხვა ადგილას დგას ეტლი და მათი ადგილი არის თავისუფალი. 3 დეკემბერს სახელმწიფოს კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი. ის შშმ ბავშვთა რეაბილიტაციას ეხება. თანადაფინანსებები მოეხსნათ ბენეფიციარებს, დაემატა რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამებში და სხვა პროგრამებში დაემატა დაახლოებით 430 ბენეფიციარი ჯამში. ნეიროგანვითარების ცენტრში ამბობენ, რომ შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესი კომპლექსურია და მათი მკურნალობის დაფინანსება უმნიშვნელოვანესია.
ყველა სერვისი არის მულტიდისციპლინური, ანუ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც ჭირდება ამ ბავშვს კონკრეტულად, მოხდება ამ ბავშვის შეფასება, რა საჭიროებებია, ეს არის მისი განვითარების რა სფეროს, ვთქვათ, შეფერხება თუ ვთქვათ, რამე პრობლემა, რომელიც საჭიროებს, თუნდაც ეს იყოს ადაპტაციური სხვადასხვა საშუალებების მორგება, ეს იქნება ეტლის მორგების სერვისი, თუ ეს იქნება სპეციალური სკამის და მაგიდის დამზადება, თუ კონკრეტულად ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაცია. ბავშვთა ნევროლოგი აცხადებს, რომ დროული და სწორი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეიძლება. მის მიზეზი არის თავის ტვინის დაზიანება 2 წლის ასაკამდე, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული იქნება ეს ორსულობის, მშობიარობის თუ 2 წლამდე ნებისმიერი ტრამვის შემთხვევით. მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ფიზიკური თერაპია იქნება თუ რეაბილიტაციური მკურნალობა, მით უფრო უკეთესი შედეგი არის. ზოგადად არსებობს სტატისტიკური მონაცემები, თუ 2 წლის ასაკამდე ბავშვი დამოუკიდებლად დაჯდა, არსებობს უფრო მეტი შანსი 80% რომ ის დამოუკიდებლად გაივლის. დამოუკიდებლად ვერ ჯდებოდა, ვერ დგებოდა, ეხლა ვერც ბრუნდებოდა. ეხლა ჯდება, დადის, მაგრამ აქვს მაინც დაჭიმულობა და ვაგრძელებთ მკურნალობას. რეაბილიტაციის გარდა შშმ პირებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემად ქვეყანაში ადაპტირებული გარემოს არარსებობა რჩება. მას საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებაც ემატება, რაც სოციალურ ქსელში განჭის საგანი ხშირად ხდება. 2014 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წლად იყო გამოცხადებული. მშობლები მიიჩნევენ, რომ მკურნალობის ხარჯების გარდა საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლაც მნიშვნელოვანია. გეოეკო ალიანსის ეკო-კლუბის წევრებმა ჭიათურაში მცირე ექსპერიმენტი მოაწყვეს. დეტალებზე ნათია ხვედელიძე გვიამბობს. ნუ დააბინძურებს სუფთამზერას ამ სახელწოდებით ჭიათურაში ფლეშმობი მოეწყო. მასში ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ ქუჩაში ნაგვის ურნასთან ახლოს პოლიეთილენის ბოთლი დადეს და გამლელთა რეაქცია საკვირდებოდნენ. 30-მდე გამლელიდან ბოთლის სანაგვე ურნაში მხოლოდ 2-მა ჩააგდო, რის გამოც მათ მოსწავლეების სტაჟი დაიმსახურეს და გეოეკო ალიანსისგან საჩუქრად მაისური მიიღეს. ფლეშმობის ორგანიზატორი გეოეკო ალიანსი იყო. ციაკო აბესაძის განცხადებით მისი მიზანი გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. შემოგვიერთით კამპანიაში, რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვას და მოდი ერთად ყველამ შევინარჩუნოთ ისეთი გარემო, როგორიც ოდითგანვე გქონდა და დავაბინძურებთ ისეთი ნარჩენებით, როგორსაც ჩვენ მოვიხმართ და შემდეგ აღარ გვჭირდება. ეს კამპანია იყო ფლეშმობის სახით, მთელ მსოფლიოში ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებში, ერთ-ერთი არის ჭიათურა. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მონაწილეები გვყავდა, გამარჯვებულები, რომლებმაც თავისი სურვილით უბრალოდ ქუჩაში გაიარეს, ნახეს ნაგავი და ჩააგდეს ურნაში. ეს კამპანია ძალიან პოზიტიურიც იყო, იმიტომ რომ ერთხელ არა მარტო მათ, არამედ სხვებმაც გაიგეს ამის არსი და ყველა ადამიანი გაათვითცნობიერებს ამის მერე, რომ არ უნდა დააბინძუროს გარემო. ამ ფლეშმობის მიზანი არის, რომ ყველა მიზრუნოს გარემოზე და ნაგავი ჩააგდოთ ნაგავში და არ იყოს სხვაგან, მაგალითად შუა ქუჩაში გვედო ამ შემთხვევაში ბოთლი და უნდა მოგხვდეს თვალში და აიღო და ჩააგდოთ სხვა არაგდებს, იქნებ ჩვენ მაინც შევწყოთ ხელი სუფთა გარემოს. ძალიან კარგია ის ასეთი აქციები, როდესაც დაგდება და ჩვენ დავინახავთ ყოველთვის, როდესაც ბოთლი ნაგავი აგდია, უნდა ავიღოთ და ჩავაგდოთ, ჩვენ უნდა გავუთხილდეს გარემოს და უნდა ნაგავი არ უნდა დავაგდოთ ქუჩაში. ინფორმატორში რეკლამის დროა, ეთერში ხანმოკლე პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. განვაგრძობთ გამოშვებას, რატომ დაიკავა მე-10 კლასელმა ელისო ცერცვაძემ ერთი დღით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი და როგორია სამყარო მაღალ ჩინოსნის კაბინეტიდან. ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელია. ელისო ცერცვაძემ ერთი დღით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი დაიკავა. ის ეკობანაკის გამარჯვებულია. ქარსაცავის ზოლების გაშენება, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია. ეკობანაკი ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო. მისი ორგანიზატორი გეოეკო ალიანსი და თესეუ ეკო-კლუბი იყვნენ. პარტნიორი კი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია.
ეს პროექტი არის გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და ჩვენი პროგრამის ფარგლებში ასევე ვგეგმავთ ამ სკოლებს, ვინც აქტიურად იყვნენ ჩართულები, ასეთი წამახალისებელი ღონისძიებების გარდა, ასევე გავუკეთოთ ქარზე მომუშავე დანადგარები, რომლებიც მთელ სკოლას გაანათებენ და ეს პროექტიც იგეგმება სამომავლოდ. მინდა აღნიშნო ყველაზე დიდი წვლილი მერვიზიის, რომელიც ჩვენი პარტნიორი სამაუწყებლო კომპანიაა და რომელიც ძალიან დაეხმარა ამ პროექტს, რომ ასეთი წარმატებული ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა თვითონ მუნიციპალიტეტს, თვითონ ახალგაზრდებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თითო ძირი ხე მაინც დარგო ჩვენი პროექტის ფარგლებში. ელისო ცერცვაძე გამგებლის კაბინეტამდე მეგობრებმა მიაცილეს და წარმატებები უსურვეს. ეს მოვედით რომ გავამხნევოთ ელისო, გვერდში დავუდგეთ და მან ძალიან იყო ჩაღა, როდესაც ბანაკში ენერგების დარგვა ქართლის საბრძოლები გაკეთდა, ძალიან მონდომებული იყო და გამართლა კიდეც ჩვენი იმედები და ჩვენ ვცდილობთ რომ მივბაძოთ, რადგან ძალიან კეთილი საქმეა ის, რომ გარემოს ვეხმარებით, შეძლების დაგვარდა. ძალიან კარგია ეკობანაკები, როდესაც იმართება, რადგანაც ახალგაზრდები ერთმანეთს ვიცნობთ, პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენც ვიყავით ამ პროექტის მონაწილეები, ჩვენი მეგობარი დღეს ელისო ცერცვაძე მოვაცილეთ, ძალიან გახარებულები ვართ, წარმატებები ვუსურვეთ და შევეცდებით მომავალშიც მივიღოთ ასეთ პროექტებში მონაწილეობა. ეკობანაკის გამარჯვებულს თავის სამუშაო ოთახთან გეოეკო ალიანსის თავმჯდომარე შეხვდა, მას გამარჯვება მიულოცა და მაისურით დააჯილდოვა. ჩვენი წახალისებებით ვფიქრობ, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ელისო დღეს ძალიან კარგ ხასიათია და ძალიან ბედნიერია. ის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს ახალგაზრდებში ასეთი ღონისძიებების ჩატარება, რათა მათი мотиваცია უფრო იყოს ამაღლებული და გაზრდილი, რომ ჩაერთონ ეკოლოგიურ აქციებში, გარემოს დაცვით კამპანიებში, რომელიც ძალიან სჭირდება ყველაზე მეტად ჭიათურას, მთელ საქართველოს ზოგადად, მაგრამ ჭიათურა ერთ-ერთი ეპიცენტრია ეკოლოგიური საშიშროებების, რაც სახეზე გვაქვს. ელისო ცერცვაძემ გამგებლის სავარძელი დაიკავა, მას დღის წესრიგი სულხან მახათაძემ გააცნო. დღის წესრიგის თანახმად ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ელისო ცერცვაძე გამგეობის სამსახურის უფროსებს შეხვდა. თათბირზე საუბარი საახალწლო მზადებას შეეხო, შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან. გავაცანით დღეს ჩვენი მუშაობის რეჟიმი, ქონდა სამსახურებთან შეხვედრა, რომელიც გავდიოდით სხვადასხვა იმ საკითხებს, რომელიც ჩვენი რაიონის მთლიანობაში მნიშვნელოვანი იყო. აუხსენით გავაცანით თუ როგორ მუშაობთ, რას ვაპირებთ, რა გეგმები გვაქვს, ანუ თვითონ პრინციპით მუშაობის და იმ ბიუჯეტის ხარჯვის, რომელიც რა თქმა უნდა თავის კანონმდებლობით არის განსაზღვრული მისი ხარჯვის პრინციპები და ამავდროულად დღეს დაგეგმილი გვაქვს უпроსორად ქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა და გავდივართ იმ ინდივიდუალურ პრობლემებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, შესაბამისად სამსახურებთან ერთად ვინიშნავთ ამას და რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ შემდგომ იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ დაიწეროს მარტო ფურცელზე, არამედ რეალურად მოუგვაროთ ამ ადამიანებს. და ნახავს თვითონ, რომ რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა ყველა მოზარდმაც უნდა იცოდეს და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მარტო სურვილი, რომ ამბიცია მისი გაგაშდეს. ეს არის პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა ჭიათურაში სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. ამ საკითხზე თავისი შეხედულებები ინტერვიუში დააფიქსირა. ჩვენს ქალაქში არის პრობლემა წყალთან დაკავშირებით, ხშირად იმბრევა წყალი, ზოგჯერ კიდევ არ მოდის სრული გრაფიკით, ამიტომ მოსახლეობას უწევს წყლის მოსატანად ძალიან შორ მანძილზე წასვლა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა მოსახლეობისათვის და საჭიროა რაღაც ღონისძიების გატარება იმისათვის, რომ ეს წყალი მოვიდეს სრულიად და მოსახლეობას არ დაჭირდეს წყლის მოსატანად სხვაგან წასვლა. დღე დასრულდა, ელისო ცერცვაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოსტი კვლავ სულხან მახათაძეს გადააბარა. მან შენობა დატოვა. დღეს ბატონმა სულხანმა წარადგინა გეგმა საახალწლო კონცერტის შესახებ და ვისაუბრეთ, აგრეთვე შევხვდით ხალხს, რომელმაც თავისი გაჭირვების შესახებ გვიამბეს და მე ნამდვილად არ მოველოდი თუ ასეთი სიტუაცია იქნებოდა და უფრო ბევრი გავიგე და უფრო კარგად მივხვდი ხალხის გაჭირვებას. ძალიან სასიამოვნოა, როცა შეგიძლია რომ ხალხს დაეხმარო და ძალიან კარგი შეგრძნებაა, რომ შენზეა დამოკიდებული ასეთი პროექტების განხორციელება და ხალხის დახმარება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მხოლოდ შენზეა დამოკიდებული როგორი იქნება მომავალი და შენ შეგიძლია ამ ყველაფრის გაკეთება.
გეოეკო ალიანსის თავმჯდომარის განცხადებით ეკობანაკების ციკლი 2015 წლიდან კვლავ გაგრძელდება. ციაკო აბესაძის ინფორმაციით ეკობანაკის წევრები სხვადასხვა კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას და ყველაზე აქტიური ეკობანაკის წევრები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასი მას შემდეგ რაც მესხეთის თეატრის სცენაზე სპექტაკლით წარსდგა რაბათის ციხეს ესტუმრა. ნახეთ რაბათის ციხიდან გიორგი ჯავახიშვილისა და ნათია ხვედელიძის რეპორტაჟი. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი ახალციხეში წარმატებით დასრულდა. ლამბალო და ყაშა მაყურებელთა ოვაცია და ტაში დაიმსახურა. მეორე დღეს მსახიობები ტექნიკურ პერსონალთან ერთად რაბათის ციხეს ესტუმრნენ. გიდობა გიორგი ბერიძემ გაგვიწია და თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს ახალციხის ციხეა. ის მე-18 საუკუნის შუახანებით თარიღდება. ეს იყო, არის და იქნება ახალციხის ციხე. რაბათი უბანს ქვია და რა რაბათი არის აგერ აქვემდებარე უბანი. ციხის შესასვლელშივე თვალს სიძველისა და თანამედროვეობის უნიკალური შერწყმა ჭრის. 2011 წელს რესტავრაციის შემდეგ მუზეუმის, რესტორნების, სასტუმროების სინთეზი ყველას ყურადღებას იპყრობს. არვასლები, მეიდნები, ფუნდუკები, სავაჭრო ცენტრი. მე ჩადგა სამხედრო ჰოსპიტალში ეს ყველაფერი გართულად აღდგენილია. რა გვაქვს ხედავ ჩვენი ტურისტული ცენტრია, კაფე-ბარები, რესტორნების სცენა გვაქვს ეს კულტურული ღონისძიების. კიდე ძველი მესხური ვაზირჯიშები აღვადგინეთ. ეს ტერასული მეურნეობის. რა გამოვიო ნახოთ ჩიქე კარგად მიდის საქმე. ეს საფტურა ნახეთ ავტომობილათა. აქ შემოსვლა უფასოა. 24 საათი მუშაობს. ანუ ეს მაინც გასართობ ცენტრში. ზევიდან იწყება ისტორიულად. წაუმზადეთ. ციხესიმაგრე ახალციხის შუაგულში, გორაზია აგებული. ახალციხის ციხე მდებარეობის გამო მნიშვნელოვან თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. ის ნატეხი ქვით არის ნაგები. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ოდნავ მორკალულია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. გალავანში ჩართულია 5 ცილინდრული კოშკი. აუგლაჟის სამეფო ყველას გეცოდინება დარწმუნებული ვარ, აი ზუსტად ამ პერიოდში იწყებს ჩვენი ციხე არსებობას. გვაქვს ცოტა სხვა რაღაცა, პატარა წარწერაც გვაქვს ციხის დაარსებაზე, აშროდ პირველი კურაპალატის ძემანიშვილი. გუარამ მამფალმა აღაშენა ფოცხოვის ხევსაციხე სიმაგრე და ეწოდა ლომსიეთას ციხე. ანუ ეს პატარა წარწერა რას გვეუბნება? არნაირი ახალციხე არ აშენებულა, არნაირი ქალაქი. უბრალოდ არის ჩვეულებრივი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ციხე, ალბათ მე პროფესიით თუ გაინტერესებთ სამხედრო ისტორიკოსი ვარ და ქვია ლომსის ციხე. ეს ვარაუდის დონეზე, მაგრამ მე-9 საუკუნეში აქ რაღაც დგას ვიცით. მე-12-მე-13 საუკუნეში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა. იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ აქედან ჩნდება სიტყვა ახალციხე. ეხლა 9 ჰექტარს მოიცავს ეს ჩვენი ციხე და აი მე-14 საუკუნეში ხდება აი 9 ჰექტარში. რატო? ეს კუთხე გადაურჩა მონღოლებს, ჯაყელების დამსახურებით. მაშინ 9 ჰექტარში მოიხადა 3 ნაწილად დაიყო თელი კომპლექსი. ციხე ქალაქი სადანაც შემოვიდა, აი ციხე სიმაგრე. მე-3 ნაწილი გამოიყო ციხის ციხე, ანუ ციტადელი. რაც ოფიციალურად ჯაყელი მმართველები იყვნენ, საფარაში რეზიდენცია ჰქონდა და აქ იყვნენ. ძალიან ძლიერდება ჯაყელების დინასტია. ისე ძლიერდება, რომ აღარც ემორჩილებიან მეფეებს იმხელა ფულს აგროვებენ. მე-16 საუკუნეში სამცხე ოსმალეთმა დაიპყრო და დაიწყო რეგიონის ისლამიზაცია. აქვეა საპყრობილეებიც. გიდის ინფორმაციით აქ ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა ხდებოდა. ჭიათურელი ტურისტები მეჩეთში ინაცვლებენ. გიდი მეჩეთის უნიკალურობას გვიხსნის. ეს არის დედამიწაზე ერთადერთი მეჩეთი, რომელსაც აქვს 12 ფანჯარა, ანუ 12 სარკმელი, როგორც ამობენ 12 მოციქულის სახელმწიფო. ასევე ხდებოდა აქ ძალიან ბევრი ქართული სიმბოლიკა და ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, ორი კარი. ოსმალეთის იმპერიაში ეს იყო ერთადერთი პრიორიტეტი. ერთი კარი შესვლა და მეორე გამოსვლა შეეძლო მხოლოდ უმაღლეს მონადირ სულთანს, ფაშას ამისი არანაირი უფლება არ ჰქონდა. აი შენ ისევ ქართველობ, ისევ ქრისტიანობ, სულთნის დონის გონია თავი და ახმედ პაშა ჯაყელი ამისთვის ისჯება სიკვდილით. მაგრამ ეს 12 ფანჯარა დაგვრჩა დღემდე, რაც რეალურად აია სოფიას გარდა არცეთ მეჩეთს არ აქვს. ციხის ტერიტორია 7 ჰექტარს მოიცავს. აქ გვხვდება ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები. ახალციხის ციხე ტოლერანტული იყო, ამბობს გიორგი ბერიძე და ირგვლივ ეკლესიებზე მიგვითითებს. საიდანაც შემოხვედი ებრაელებს ანუ რაბათის უბანში დგას სინაგოგა დღემდე. იქვეა სომხური გრიგორიანი ეკლესიაც მე-19 ბოლოში აშენდა. ისლამურ სალოცავს შესულებით ვიყავით. პირდაპირ არის კრამიტით დახურული კათოლიკური ეკლესია და მთავარი მართლმადიდებლობის ასე ტოლერანტული ცენტრი იყო რაბათი. 5 რელიგია გვერდიგვერდ კავკასიაში ერთი მეიდანზეა და ერთი აქ ახალციხეში.
1828 წელს ახალციხე რუსებმა აიღეს. ბრძოლების შედეგად რაბათის უბნის დიდი ნაწილი განადგურდა. ხელახლა აშენების შემდეგ კი ახალციხის ციხე სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად იქცა. აქაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, სადაც განთავსებული ექსპონატები მნახველებს ბრინჯაოს ხანაზე მოუთხრობს. მეორე ნაწილი კი ანტიკურ ხანაზე გვესაუბრება. მუზეუმში ფოტოაპარატითა და კამერით შესვლა აკრძალულია. რაბათი ნანახი მქონდა 80-იან წლებში, შედარება აღარაა, ხო? განახლებულია, განამაზებულია. ეს კი მესხური საცხოვრებელი სახლია. 1000 წლეულები მესხებიან სასახლეში ცხოვრობდნენ. ეს სახლი გათვლილია კლიმატზე და თავდაცვაზე. დაწყებული პირველად ჩაგდებული ქვიდან დაწყებული დასრულებამდე მთელი ამ ციხის ისტორია რაც მოვისმინე, ეს იყო საოცარი, აღმაშფოთებელი, ბევრი სასიხარულო ამბავი და ბევრი ცუდი რასაკვირველია და ძალიან გახარებული ვარ ესეთი ექსკურსიით. ეს სიამოვნება გამყვება ბოლომდე უკვე. არ ვიცი, იმდენად ნასიამოვნები მივდივარ. ქვეყნის ისტორიაში რამდენიმე საათიანი მოგზაურობის შემდეგ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი ახალციხიდან ჭიათურაში გაემგზავრა. 27 სპორტული სკოლის კალათბურთის დარბაზში დავით ბუხრაშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს. ნახეთ რამაზ მაჭავარიანისა და ნათია ხურცილავას რეპორტაჟი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის 27 სპორტ სკოლის საკალათბურთო დარბაზში დავით ბუხრაშვილის სახელობის ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას ჭიათურის 16 საჯარო სკოლის კალათბურთელთა გუნდი იღებს. საფუძველი ჩაეყარა დავით ბუხრაშვილის სახელობის კალათბურთის ტურნირს. არასოდეს არ ყოფილა წინა წლებში, ანუ ჩატარდება ყოველწლიურად. რაც შეეხება გუნდებს, იღებს ყველა სკოლა მონაწილეობას, ვისაც სრული აქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემოვალი ყველა სკოლა. ბერეთისის საჯარო სკოლა ჭიათურის სოფლების სკოლებიდან ერთადერთია, რომელმაც ფინალისკენ საგზური მოიპოვა. მან 48 ქულიანი მოგებით ქალაქის მე-7 საჯარო სკოლა დაამარცხა. ერთმანეთს მე-4 და მე-5 საჯარო სკოლებიც დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მე-4 სკოლის გამარჯვებით დასრულდა. 16 განაცხადი შემოვიდა. 8 სოფლის სკოლიდან, 8 სოფლის სკოლის განაცხადი იყო და 8 ქალაქის სკოლის. და ჯერ დავიწყეთ სოფლის გუნდებიდან და გამარჯვებული სოფლის 2 გუნდი დავამატეთ ქალაქის გუნდებს. და მიდის ახლა დღესდღეობით დაიწყო შემდეგი სისტემით, რომ გამარჯვებული გუნდმა გავიდა ნახევარფინალში, იქნება 2 ნახევარფინალური წყვილი და შაბათს უკვე გაიმართება ფინალური თამაში. ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ლიცეუმის, ბერეთისის მე-4 და პირველი საჯარო სკოლის გუნდები მიიღებენ. ფინალი 6 დეკემბერს 27 სასპორტო სკოლის საკალათბურთე დარბაზში გაიმართება და ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის, მცველის, თავდამსხმელის და ბომბარდირის ვინაობაც გამოვლინდება. ტურნირის 3 საპრიზო კატეგორია დიპლომებით დაჯილდოვდება. პირველ ადგილზე გასულს კი დავით ბუხრაშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა. დღეს ვითამაშეთ მე-5 საჯარო სკოლას, გავიმარჯვეთ ძალიან მიხარია და მინდა რომ კიდევ ჩატარდეს ასეთი ტურნირი, ძალიან მოხარული ვარ და რა ვიცი. იმედია კიდევ ჩატარდება ასეთი ტურნირი. ესეთი შეჯიბრები ძალიან მომწონს და რაც თავარია ძალიან კარგი იქნება თუ ძალიან ხშირად ჩატარდება ესეთი რამე ჩვენს ქალაქში. დღეს მე შევხვდი ჩემი თანაკლასელებთან ერთად მე შევხვდი მე-4 საჯარო სკოლას, მაგრამ წავაგე, მაგრამ მიუხედავად წაგებისა მე ისევ მაქვს სურვილი რომ ძალიან ბევრი ტურნირი ჩატარდეს და მივიღო მონაწილეობა, წაგებით არ მთავრდება არაფერი, რაც თავარია. კარგი თამაში იყო, ყველამ შევასრულეთ ჩვენი როლით ამ თამაში და ძალიან ძლიერი მეტოქი ყავდა და დავამარცხეთ. დავით ბუხრაშვილის სახელობის ტურნირის კალათბურთში წელს ჩაეყარა საფუძველი დავითი ჭიათურელი კალათბურთელი იყო. ის 27 სასპორტო სკოლის ნაკრებში თამაშობდა. ახალგაზრდა სპორტსმენი 2008 წელს 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტურნირის ორგანიზატორები მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება და 27 სასპორტო სკოლაა. ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და კალათბურთის პოპულარიზაციაა. ასეთი იყო ინფორმატორი პარასკევს. საღამოს სტუდიაში ინფორმატორის გუნდთან ერთად ინგა ჯაჯაინძე მუშაობდა. მე გემშვიდობებით ნახვამდის.